გამარჯობათ. დღეს გავაგრძელოთ ფიუჩერსების ნაწილი მესამე და ჩვენ დარჩენილი გვქონდა სლაიდზე ბროკერები და მონაცემთა ბროკერის და მონაცემთა პროვაიდერების შერჩევა, პლატფორმის შერჩევა და მე ტექნიკურ ანალიზზე გადავდივართ. მოდი დავიწყოთ ბროკერებით. აქ მაქვს რაღაცა მოდი ვაფშე ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. Best future brokers. Ოცი ბატონო. და ამოვაგდო ეს 5. ესე იგი ბევრჯერ დამიგოგლია უკვე ნახეთ ეს ლინკი. Interactive Brokers-ი, TradeStation-ი, Ameritrade-ი, eTrade-ი და მოდი მივყვეთ სათითაოდ. აქ იყო საკომისიო. ჩვენ გვაინტერესებს საკომისიოები, ესე იგი ფიუჩერსებზე. Exchange Interactive Programs ეს რაღაცა. Так, ფიქსირებული ევროპა. ანუ სხვადასხვა ფიუჩერსზე და ინდექსზე სხვადასხვა ანუ კონკრეტულად ფასებია. და ეს არის მცოცავი ფასები, ანუ რო იცვლება, ესე იგი 1000 კონტრაქტზე ნაკლებს თუ გავხსნით 85 ცენტი მიაქვს კონტრაქტზე, ერთი მხარე იქნება ეს რა თქმა უნდა. ემინი და იმაკროზე მიაქვს 50 ცენტი და მე სტიკერი ვიცით უკვე რომ მიკროს ნიშნავს. მიკრო S-ი 500, ანუ 25. ანუ მე მგონი ცუდი საკომისიო არ არის. ნახოთ მარჟა რამდენი აქვს. Margin requirements, так, ესე იგი აქ როგორ ხდება ესე იგი where are your residence? ჯორჯია რა თქმა უნდა არ იქნება ამერიკა ურჩიოთ. და ესე იგი ეს არის ბირჟა CME, okay, და ევრო. Euros futures, სტიკერი, intraday initial. ეს არის ალბათ სტანდარტულ კონტრაქტზე. და intraday maintenance. Overnight იგივე აქვს თითქმის და overnight maintenance-ი, ანუ ერთ-ერთში აქვს მარჟა ცოტა ძვირიანი სიამოვნება ამ ბროკერთან ვაჭრობა დამწყებებისთვის. მოდი გავაგრძელოთ შემდეგი. მოკლედ მინიმუმ დეპოზიტი $100,000-დან აქვს ამ ბროკერს. ხო, ცოტა ძვირიანია ეს ამ ბროკერთან ვაჭრობა. მოდი ნახოთ TradeStation-ი. Create platforms, low commission. აგერწერია, ნახოთ. ესე იგი ვაჭრობა შეგვიძლია თითქმის ყველაფერზე და ფიუჩერსებზე ვაჭრობთ ამ წუთში. Так, აქ არის სტანდარტული ინფორმაცია, ესე იგი ინდექსები, ვალუტა, ეს ფიუჩერსის ტიპები, SP მიკრო და მინი პროდუქტები აქვს, კი ბატონო და ბიტკოინიც, კაი გავიგეთ ეს, მაგრამ ეხლა ჩვენ გვინდა პლატფორმა, მოდი პლატფორმას ვნახოთ და ერთდროულად პლატფორმას ვნახოთ და ანგარიში ვიცი, იმიტომ რომ
პრინციპში პლატფორმას ესე ვერ ნახავთ თუ დემო ანგარიში არ გახსენებთ და არ გატესტებთ და იმ შემთხვევაში ღირს უკვე პლატფორმის გატესტვა თუ უკვე რაღაც ფასები დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის ესე იგი რას ნიშნავს ეს TS Select ეს პლატფორმა იქნება AI Experience Power Trade Stations now connection free options feature choose TS Go TS Select processing plans აჰა გასაგებია ესე იგი futures-ებზე რა გვაქვს საკომისიო არის 0 მაგრამ $1 და 50 ცენტი არის per contract ანუ ეს ნიშნავს ანუ იგივე per side ანუ გახსნით და დახურავთ ანუ თითო საიდა თითულება გახსნას და დახურვაც ანუ შეგახსენებთ რომ გახსნა მიგულისხმება იყიდით თუ გაყიდით ანუ პირველი რასაც გააკეთებთ პოზიციის გახსნის დროს და შემდგომში თუ დაუშვათ იყიდეთ პოზიციის დახურვა ნიშნავს რომ პოზიცია უნდა გაყიდოთ ის რაც იყიდით უნდა გაყიდოთ ანუ ეს ნიშნავს დახურვას მეორე ვარიანტი აქვს ეს რაღაც TS Go გაცილებით იაფად მაგრამ რაღაცა სხვაობა უნდა იყოს ამოში ან მინიმალური დეპოზიტი არის $2000 და აქეთ ამ ვარიანტში არის ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ შეიტანოთ და futures-ებზე მიკრო futures-ებზეც აქ ხედავთ რომ 50 ცენტი არის თითო კონტრაქტის ახსნა futures ოპციონებზე futures-ებს რო დავამთავრებთ შემდეგ გადავთ აი აქ ყოფილა futures-ების კარგი მოდით მიკრო ES SP500-ზე ესე იგი ერთი კონტრაქტი intraday-ზე 25 ну იგივეა ხო 25% პოზიციის initial offense კი ბატონო და შემდგომში $1320 და ნუ ჩამოდის 1200 გაგრძელება ყველაზე მიკრო futures-ი არის Russell-ი მიკრო Russell-ი და მიკრო Russell-ზე აქვს 715 და $650 ну შეიძლება ცუდი არ არის პრინციპში თუ პლატფორმა მოგეწონებათ სავაჭრო პლატფორმა შემდეგზე გადავიდეთ ეს არის Ameritrade აქ პლატფორმა Thinkorswim-ი მე დიდად არ მომწონს მაგრამ თვითონ ბროკერი გამომდინარე იქიდან რომ ბროკერი ძალიან დიდი ხანია არსებობს ბაზარზე და ძალიან სანდოობით გამოირჩევა შეიძლება რაღაც მომენტში ატანა თვითონ პლატფორმის თუმცა ყველაზე სასიხარულო ის არის რომ ბევრ პლატფორმას აქვს საშუალება თვითონ ამ ბროკერთან გახსნილი ანგარიში მიიერთოს და ისე იმუშაო, ისე ივაჭროთ. მიკრო ფიუჩერსები ამასაც აქვს, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს პირველ რიგში საკომისიოები. ესე იგი, ეს არის საკომისიოები. Margin trading. Pricing. Fixed income futures-ები, futures-ი და ოპციონები futures-ებზე. ესე იგი $2 და 25 ცენტი გამოდის თითო კონტრაქტი plus exchange and regulatory fee. ანუ სადღაც დაახლოებით 260 გამოვა და and are currently nominally per contract. Так.
პრინციპში ცოტა ძვირია რა, მე თუ მკითხავთ. Forex-ი აქ ამ ბროკერს აბსოლუტურად საკომისიო არ აქვს. No commission. ამ ლოტზე აქ 10,000 ერთეულზე აქ ვაფშე არ აქვს კომისია მოხსნილი აქ. მაგრამ ეს მე შემდეგი გქონდა e-trade-ი. e-trades არ განვიხილავ ახლა, იმიტომ რომ e-trade-ზე გამორიცხულია რომ დარეგისტრირდეთ საქართველოს პასპორტით და ამ შესაბამისად ისე უბრალოდ ინტერესისთვის შეგვიძლია ნახოთ რეიდი აქვს და რა ესე იგი ფიუჩერსები $1 და 50 ეს იქნება fair side რა თქმა უნდა რო არ წერია იგი გულისხმება აჰა ხო თქვენ plus excluding bitcoin future is swari commission for bitcoin და bitcoin შოში კი ბატონო და შემდეგი გქონდა ეს ბროკერი საერთოდ არ ვიცი და საინტერესო ახლა პირველად ვცნობი ამ ბროკერს ნული კომისია trading price ნოლი და ფიუჩერსები, ну მაინც ფიუჩერსები $1 და 50 ცენტი. აქ რაღაცა შედარებას გვიკეთებენ. ესე იგი futures pair contracts კი ბატონო. აი გასაგებია მოკლედ. და მინდა კიდე აქ გქონდა AMP Global-ი გაჩვენოთ. AMP Global-ი და Trade Future for Less. ანუ ეს ორი ბროკერი რატომაც არ ამოვარდა. For Less. და რატომ მომწონს ეს ბროკერები, ახლა ვიგეთქვით. პირველ რიგში ამ ბროკერებს აქვთ ბევრი ისეთი პლატფორმა უფასოდ აქვთ. ასევე მონაცემები მოყვება $24 თვეში და ფასი მიდის ზრდით Wolfix-ი $150 თვეში Rhythmic-ი CQG და CTC და ადის CQG პლატფორმამდე $855 თვეში Motive-ი $300 თვეში თქმის. მაგრამ ამ ბროკერს აქვს პლატფორმა აქვს, მაგრამ კიდე რაღაცა ისეთი გადასახადები აქვს, რაც ძალიან გაუგებარია ჩემთვის და არ მომწონს, იმიტომ რომ ანგარიშის გადასახადი აქვს, ეგრეთ წოდებული ანგარიში რო გაქვთ და თქვენ შეიძლება რაღაცა პერიოდი დაუშვათ 1-2 თვე ვერ ივაჭროთ ან რაღაც და თუ არ არის აქტიური ანგარიში, რაღაცა თანხას გააჭრით მაინც. ეს აბსოლუტურად ძალიან ისეთი ის არის, ანუ margin call-ზე $50 რატომ უნდა ჩამოგაჭრას? აბსოლუტურად ისე margin call-ი ისედაც ცუდი რაღაცაა და კიდევ $50 უგაჭრიან, ვაფშე. და თავიანთი მე მგონი პლატფორმა აქვს კიდე. არა აქვს თავიანთი პლატფორმა, უბრალოდ ყველა პლატფორმას ერგებიან. და მეორე არის AMP Futures. მეორე რაც უნდა გაგმეჩვენებინა თქვენთვის. არ ვიცი, ეს უკვე თქვენი გემოვნების ამბავია, მაგრამ
თვითონ ეს ბროკერი CME list of brokers აქ არის ჩამონათვალში, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ლიცენზირებულია და რაღაცა აკონტროლებს რეგულატორი და ასე შემდეგ, ანუ მოკლედ სანდოა, მაგრამ 100% ხა ისეთი მომენტია. რა ვიცი, ხა ისეთი რაღაც შეიძლება მოხდეს ამ ცხოვრებაში, რომ არავინ არაფრისგან არ არის დასწრებული. ეს ბროკერი თვითონ რომელიც ახლა გაჩვენეთ არის ჩიკაგოს ბირჟის საიტის ჩამონათვალში ლიცენზირებული ბროკერების და შესაბამისად მე პირადად ვენდობოდი. რატომ მომწონს ეს ბროკერი? ახლა აი პირველივე რაც გვხვდება და რაც ყველაზე ისეთია, აი დამწყებისთვის ყველაზე კარგი რაც არის, ეს აი key მომენტები, თავისუფალი პლატფორმები, სავაჭრო პლატფორმები. და ესე მივყვეთ. თავისუფალი გატანა შეტანა თანხის. მხარდაჭერა 24 საათიანი. უფასო სწავლება. No inactivity fees, ანუ თქვენ თუ დაუშვათ წახოთ დასასვენებლად ერთი თვით, ანუ ორი თვით და ანუ რა თქმა უნდა მაგ დროს ვაჭრობა ტელეკომპიუტერს დანახვაც არ გინდათ ალბათ. არანაირი გადასახადი არ არის მაგაზე. No volume requirements ნიშნავს, რომ ანუ ზოგ ბროკერს აქვს მინიმალურად აუცილებლად უნდა გახსნათ დაუშვათ 10 კონტრაქტი და 2 კონტრაქტს ვერ გახსნით და ნუ რაღაცა ის პირობებიც შემხედრია. არანაირი მინიმალური ვოლიუმი არ აქვს, ანუ მოცულობა. მინიმალური შენატანი არის $100 და day trade margin-ი SP500-ზე არის $300 და მიკროზე არის $25. ანუ მიკრო ანგარიშის შესატანი შეგიძლიათ შეიტანოთ $25 და SP500-ის მარჟა არის day trade-ზე $40 დღეში, ანუ დაახლოებით $200-300 შეგიძლიათ $500 მოკლედ შეგიძლიათ თავისი რაღაცებიც რო გავითვალისწინოთ, შეგიძლიათ მოსენჯოთ უკვე ფიუჩერსები. აქ არის აბსოლუტურად free offer-ები, ანუ აქ შეგიძლიათ ისწავლოთ თავიდან ბოლომდე. ოფიციალურად ძალიან კარგად გაკეთებული გაკვეთილებია, ძალიან თვითონ გაკვეთილებზე ბევრმა ადამიანმა იშრომა, ხარისხიანია და რა თქმა უნდა უფასოდ არის, აბსოლუტურად იმ პოლიტიკას აწვევიან, რაც ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანი, რომელიც ფულის შოვნას გასწავლეთ და მაგაში თვითონ ფულს აკეთებს, ის უკვე ეგრევე ფეიკია, ანუ რაც არ უნდა ლამაზად მოგეჩვენებოდეთ მაგ ადამიანის სიტყვები, ან ის შეთავაზება უკვე ძირშივე და ფუძეშივე ფეიკია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ თეორიული შანსი არ არსებობს მაგისი. მეორე მომენტია, როცა ადამიანი უფასოდ გთავაზობთ ამ ყველაფერს და ანუ აქ ბროკერს იმ შემთხვევაში სხვა დაინტერესება აქვს, რომ უბრალოდ იმიჯი ამ ბროკერისთვის და ანუ აბსოლუტურად მეტი არაფერი და რა თქმა უნდა მიიზიდოს კიდე კლიენტი მაგაზეც მუშაობს. ასევე YouTube ვიდეოები, რომლებიც მარტო იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაცა რა ვიცი 1 საათი გაწევონ და ამ 1 საათში 15,000 რეკლამა ამოგივარდებათ. ნუ ეგეც აშკარად უკვე იმაზეა გათვლილი, რომ არანაირ აზრიან ინფორმაციას ისინი არ გაწვდიან და ის რაც ორ სიტყვაში უნდა გითხრან, გაწელილი აქვთ, რა ვიცი, ისე შოვრიდანოულიან ხოლმე ხანდახან რაღაცებს. ნუ მოკლედ მაგას თქვენც უკვე ხვდებით. ესე იგი, აქ ასევე ამ ბროკერს პლატფორმების ძალიან ბევრი ჩამონათვალი. წინა ვიდეოში პატარა თიზერივით გამომივიდა და სპოილერივით და რა ვიცი, თქვენთვის ბევრისთვის რაღაც ნაცნობი პლატფორმა იქნება აქ, რომელიც მოგეწონებათ და რომელსაც კარგად არც ერთ პლატფორმაზე მე არ მიგითითებთ. ერთადერთი ის რაც გამოცდილი მაქვს, ის არის, რომ რომელ პლატფორმასაც
კარგად შეისწავლით და კომფორტულად იცნობთ თავს, ის არის თქვენი სამუშაო პლატფორმა. თუმცა მე უპირატესობას ეს ჩემი პირადი აზრია და სუბიექტურია, რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება სხვა პლატფორმა მოგწონდეთ და მე სხვა პლატფორმაზე ვგრძნობდი კომფორტულად თავს. მოკლედ, სულაც იყო, ალბათ მე მაინც არჩევანი შევაჩერე დამწყებებისთვის AMP Global-ზე და იმის გათვალისწინებით, რომ მინიმალურია ყველაფერი და შეგიძლიათ ძალიან ბევრი სარგებელი ნახოთ მართლა ამ ბროკერისგან, დაწყებული სწავლისგან, დამთავრებული ავტოვაჭრობაც აქვს და გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე მარჟა მიკრო ფიუჩერსებზე $40 day trade-ზე და თუ მაინც და მაინც არ გვინდა რომ day trade-ზე ჩავხუროთ $1200 არის აუცილებელი მინიმუმ. SP500 არის ყველაზე ცოცხალი ფიუჩერსი, მე თუ მკითხავთ, ანუ როგორც Forex-ი არის Euro USD, ანუ ყოველთვის გამოირჩევა უფრო მერყევადობით, ასევეა ფიუჩერსებში SP500. თუმცა ეს 4 მიკრო ფიუჩერსი არ არის ცუდი, შეიძლება რომ ყველაზე იაფიანი არის Russell 2000, წიკერი N2K-ით და ყველაზე დაბალი მარჟა ჭირდება და day trade-ზე $50. ანუ სადღაც $1000-1500 day trade-ისთვის ნორმალური იქნება. მანდამდე მივალთ, ანუ მან მთელი ესევე მაინც გამოთვლა აზრი არ აქვს. ეხლა მე მაინტერესებს ჩვენ ვიპოვოთ ევროს მიკრო ფიუჩერსი $72 day trade-ზე და overnight-ზე $300 და ჩვეულებრივი ყავაზე აქ $4000, ანუ თითქმის ერთი და იგივეა day trade-ზე და maintenance-ზე. და გვაინტერესებს ჩვენ mini SP500 მინიზე არის $12000 და $400 day trade-ზე. გასაგებია. მე თუ მკითხავთ, ყველაზე დაბალია ძალიან ბევრი რაღაცის გათვალისწინებით საერთო ჯამში უფრო იაფი გამოგდით აქ. არანაირი ის, რა ქვია, მერჯინზე $50 არ გახევთ წყალებში და ასე შემდეგ. Contract expiration. მოკლედ, შემდეგი რა გვაქვს სლაიდში, შემდეგში გვაქვს პლატფორმები. დღეს მინდა გაჩვენოთ 3 პლატფორმა. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა პლატფორმები გაატესტოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს 3 პლატფორმა მე ჩემთვის გამორჩეულია. და შევეცდები დაგანახოთ ამათი პლუსები, ალბათ მინუსებიც აქვთ. მოდი დავიწყოთ CQGT, ეს არის ვებ პლატფორმა. დემოს მოდი ახალი ავაკეთოთ.
გამომიგზავნა მონაცემები და შევიდეთ ახლა ვნახოთ ზუსტად 2 წამი დაჭირდა დემო ანგარიშის შექმნაც გასატესტად. ეს არის ვებ პლატფორმა და რა პლუსი აქვს ვებ პლატფორმას, არაფრის ინსტალაცია თქვენ არ გჭირდებათ კომპიუტერში და მთავარია ინტერნეტი გქონდეთ და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეამოწმოთ თქვენი პოზიცია, ან დახუროთ, ან გახსნათ. მოკლედ ვივაჭროთ. ესე იგი ტური არ გვინდა ჩვენთან გავაკეთოთ. მადლობა. ესე იგი და რა გვაქვს? SP minis ეგრევე ჩარტი. ეს არის ჭიქა დერების. თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ძალიან საინტერესოა თვითონ ეს პლატფორმა. სხვადასხვა ლეიაუთები აქვს. ეს არის hitmap-ი, ანუ შემდეგ ძალიან საინტერესო რაღაც არის. პლატფორმას არა აქვს იგივე რაღაც, Thinkorswim აქვს ფოტოშოპის. ეგ აქციებზეა, უფრო აქციებს რომ მივადგებით, მე დეტალურად აგიხსნით რა არის. ოპციონები, ფიუჩერსების შემდეგ ოპციონებს დავიწყებთ. აქ ჩვენ გვაჩვენებს მსოფლიოს დროს, ანუ სესია ეხლა რა ფაზაშია. მოკლედ ძალიან ისეთი საინტერესო ჩანს თავისი ვიზუალითაც. აქ რაღაც დედამიწა, რაღაც ინდექსები. მოკლედ გირჩევთ გატესტოთ. ძალიან კარგია ეს პლატფორმა. რამოდენიმე დღეა უზივარ და ბევრი რაღაც საინტერესო რაღაც ვიპოვე. ერთ-ერთი ძვირად ღირებულია ეს პლატფორმა, მოგითხრათ და მაგან დამაინტერესა ზუსტად რატოა ესეთი ძვირად ღირებული და ფასზე და ღირებულებაზე ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. მოდით გადავიდეთ შემდეგ ორ პლატფორმაზე, ამას დავხურავ. Motivate და overchart-ი. Overchart-ი მიყენია virtual box-ზე, იმიტომ რომ Mac-ზე არ ყენდება და ეცდები ესე გაჩვენოთ, ახლა ცოტა შეიძლება შენელებული იყოს, იმიტომ რომ თვითონ ჭედავს virtual box-ზე ისე ვერ მუშაობს, როგორც Windows-ის სისტემაზე იმუშავებდა გამართულად. მაგრამ რა უშავს თუ ძალიან გაჭედა ავაჩქარებ მე ვიდეოს მონტაჟის დროს. ასე როგორც ყველა პლატფორმას ჭირდება თავისი data provider-ი და connect-ი უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გაქვს Jane Capital-ის ანგარიში, ესე მაქვს მიერთებული real time trading historical კი ბატონო და workspace-ი შექმნილი მაქვს, მაგრამ მე მგონი აჯობებდა თავიდან შემიქმნა და ერთად გაგვევლო რა როგორ რანაირად. ჩაგვიტოს კი, ნამდვილად ჯობია თავიდან შექმნა, იმიტომ რომ ესე უფრო თქვენთვის უფრო მოხერხებული იქნება. მოდით შევქმნათ უცხოთ.
დავარქოთ futures-ი. თქვენ ხედავთ, რომ გაიხსნა უკვე და პირველ რიგში რას ვაკეთებთ? პირველ რიგში charts ვირჩევთ, მოდი ავირჩიოთ XE Z E6 აი Eurexis E6E ავირჩიოთ ეს Euros futures-ია და დავაყენოთ ესე. აქ ჩვენ შეგვიძლია time frame-ი ავირჩიოთ, ეხლა დავაყენოთ დავუშვათ 1 საათიანზე. არ არის პრობლემა. და ასევე შეგვიძლია ჩვენ შეგვიქმნია chart group-ი. volume დავარქვათ მეორეს. კი ბატონო. ჩვენ შეგვიძლია ახლა გამოვაჩინოთ შემდეგი აუცილებელი ფანჯრები. ეს არის ორდერები და პოზიციები, ეს იყოს დაფიქსირებული ზემოთ. ეს არის DOM პანელი, გვერდზე დავაყენოთ. ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ აქ გთხოვს რომ ავირჩიოთ წიგერი. იმისათვის რომ დავუშვათ watch lists თუ ავირჩიოთ, ან ჩვეულებრივ watch lists ჩავს. ჩვენ თუ გვინდა რომ დედამით ეს არის ესე იგი პოზიცია ანგარიში, გახსნილი პოზიცია, ორდერები და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩვენ შეგვიძლია გვერდზე გავაკეთოთ. ესე ჩავსვათ და ესე გავყოთ შუაზე. დავუშვათ აქ დემო ანგარიშია და მაგ დემო ანგარიშის თანხას ხედავთ და ამ შემთხვევაში გვინდა ჩვენ ტიკერი 6E და ეს გვაქვს არჩეული, კი ბატონო. და არა, ეს აქ არ გვინდა, ჩვენ გვინდა აქ watch list-ი. ბატონო futures დავაკოთ და ავირჩიოთ აქეთ. შეგვიძლია დავამატოთ ინსტრუმენტები watch list-ში თქვენი სია შეგიძლიათ გააკეთოთ და გამოჩნდა watch list-ი. აქ შეგიძლიათ გადართოთ, გადმორთოთ და იმისათვის რომ ყოველ ჯერზე ჩარტი არ ჩარტს აქ გადართავთ, აქ აირჩევთ და ჩარტის შეცვლა ავტომატურად ხდებოდეს ხოლმე, შეგიძლიათ ესე დასინქრონიზირება ქვია ფანჯრების დავუშვათ ფერების მიხედვით, წითელი ავირჩიოთ და ამასაც თუ წითელს მივანიჭებთ. თუ ავირჩევთ იმ შემთხვევაში mini SP-ს გადაირთვა ავტომატურად. შემდეგ თუ ავირჩევთ
დავუშვათ სხვა წიგერს გადაირთვება ავტომატურად, ესეც ეხლა პირველად გავხსენი და ეს მონაცემებს ჩამოტვირთვას უნდა ახლობა. და ასევე მივაბად DOM პანელიც და ასევე გვინდა კიდე რა გვაქვს ჩვენ ერთი წამით DOM პანელი times and sales და order book. ესე იგი times and sales აქ არის სადღაც კი ბატონო ესეც გამოგვიჩნდა შეგვიძლია ავირჩიოთ no doc შეგვიძლია ავირჩიოთ და სადაც ჩვენთვის სადაც კომფორტული იქნება და ვიზუალურად როგორც მიჩვეულებად იქ ჩავსვათ რა თქმა უნდა ესეც მივაბად და დასინქრონიზებდა და შეგვიძლია ასევე კიდევ ერთი ჩარტი მივაბად დავუშვათ ორი time frame-ით თუ გვიყვარს ვაჭრობა და დავაგნოთ კასკადზე ასევე და ესეც მივაბად აქ ამ შემთხვევაში შევცვალოთ უბრალოდ time frame-ი დავუშვათ ავიღოთ დღიური პლატფორმა აქვს იმდენად მოხერხებულია რომ ნებისმიერი კონფიგურაციით შეგიძლიათ მოიწყოთ თქვენი სამუშაო ეკრანი მოდი 4-ს დავაგნებ აქ და აბსოლუტურად ძალიან სხვა საშუალებებს იძლევა ეს პლატფორმა ესე ერთ იმაში ვერ მოვასწრებ, მაგრამ ვეცდები მნიშვნელოვანი მომენტები გაჩვენოთ და რაც შეეხება ამ DOM პანელით რო დავიწყოთ. აქ ჩვენ გვაქვს დასამატებელი ვოლიუმი, შეგვიძლია დავამატოთ და profit and loss ამას გეტყვით რაც არის. ცოტა ჭიდავს, მაგრამ არა უშავს. ესე იგი, აქ გვაჩვენებს კონკრეტულ ფასში რა მოცულობაა და იმ შემთხვევაში თუ გავხსნით პოზიციას, აქ გვაჩვენებს მერე უკვე წიგერების მიხედვით მოგება წაგებას. საერთოდ ყველაზე კარგი რა იქნებოდა, იცით? overcharts აქვს ძალიან საინტერესოდ გაკეთებული ესეთი ტუტორიალები overcharts და ძალიან პატარ-პატარა ტუტორიალებია და იმდენად ინფორმატიულად, იმდენად კარგად და ხარისხენად არის გაკეთებული, რომ სულ რაღაც თითო ტუტორიალი არის დაახლოებით 2-3 წუთის ხანგრძლივობის და აი ამ ყველა ტუტორიალს რო ვიყუროთ, გაცილებით ჩავთვალეთ, რომ პლატფორმის 50% იცით უკვე. რა შეგვიძლია ახლა ჩვენად გავაკეთოთ. ესე იგი, აქ გვაჩვენებს DOM პანელი არის depth of market, ესე იშიფრება და ნიშნავს ბაზრის სიღრმეს. უშუალოდ შეგვიძლია ასევე ვაჭრობა ამ DOM პანელიდან, ანუ ორდერები შეგვიძლია გახსნათ აქედან. გამორთულია სავაჭრო პანელი, აი ხა ჩავთეთ, ესე გვარი რაღაც დამცავი მექანიზმივით არის, რომ მის პლატფორმის მოწყობის დროს არ დაგიჭიროთ რამეზე. და თქვენ აქ შეგიძლიათ DOM პანელიდან გახსნათ, დახუროთ ორდერები
და ორდერის ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ანგარიშები აირჩიოთ თუ რამოდენიმე ბროკერი გყავთ მიერთებული. აქ შეგიძლია აირჩიოთ ორდერის ტიპი. ანუ ორდერის 4 ტიპი აქვს, ეს არის day, ანუ დღის სესია. სავარაუდოდ ის ორდერი თუ არ ჩაირთვება სესიის დახურვის შემდეგ და კენსელდება. მეორე არის GTC, Good Till Cancel, ესე იშიფრება, მოკლედ ეს ყველა 4-ვე ორდერი გაგუგლეთ და შეისწავლეთ. და გეცოდინებათ რა მომენტში რანაირად რა ორდერი უნდა გახსნათ. ასევე აქვს single OCO, ეს მე მგონი რომელიღაც ვიდეოში გაჩვენეთ, ერთი ორდერი რო თიშავს მეორეს, ანუ შეგიძლიათ ორი ორდერი დადოთ, ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ და რომელიც პირველი ჩაირთვება, ის გააქტიურდება და შესაბამისად ქვედა ორდერი დაკენსელდება. და ასევე აქვს ბრეკეტი, ანუ ბრეკეტი ეს არის წინასწარ განსაზღვრული უკვე stop loss-ი და take profit-ი, რასაც ქვია. აქ უკვე თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენ გემოზე და ერთი კნოპის დაკლიკვით უკვე ავტომატურად თვითონ განათავსებს ორდერს. აქ გვაქვს რაოდენობა კონტრაქტის, quantity და ასევე გვაქვს მარჯვენა მაუსის ღილაკით არის stop order-ი და უბრალოდ ხო, ეს შეგიძლიათ შეცვალოთ, როგორც ვიცი, ანუ კი. და აქ არის სხვადასხვა პირდაპირ შეგიძლიათ მარკეტი დააყენოთ მაუსის ღილაკებზე. შეგიძლიათ დააყენოთ market if touched, ეს გასატესტია აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა გატესტოთ და ასევე ყველაზე საინტერესო თუ არ იცით iceberg ორდერები აქვთ, ესე იგი ეს რას ნიშნავს? აი ახლა კაკრას აგიხსნით ესე იგი აქ რას ვხედავთ ჩვენ? აქ ჩვენ ვხედავთ pass, size, მოცულობა და S-კი იყო თუ bid-ი. ჩვენ აქ შეგვიძლია ასევე ფილტრი უნდა გქონდეს და დავაყენოთ, დავუშვათ size, უდრის ან მეტია, დავუშვათ 3-ზე. და OK-ს მივცემთ და 3-ზე დაბალი ზომა აღარ წამოვა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვაინტერესებს რა მოცულობა გვაინტერესებს, შესაბამისად დავაყენებდით ფილტრს. ეხლა გავუთიშავ ამას, რომ ჩვეულებრივად მოდიოდეს და აქვს ესეთი კიდე ხო, ანუ რაც შეეხება iceberg orders. უყურეთ iceberg orders რაში გამოიყენებენ. იმ შემთხვევაში თუ მინდა ვიყიდო დავუშვათ 20,000 კონტრაქტი. მაგრამ ერთი ორდერით არ მინდა ვიყიდო. იმიტომ რომ ჭყალებში არ დავიწვა times and sales პანელზე. ვიღაცას თუ ფილტრი უყენია არაუნთოს და შესაბამისად მე ეს არ მაწყობს. შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო, iceberg ორდერი ჩავთო და iceberg ორდერი რას ნიშნავს? ანუ ნელ-ნელა დაიწყებს შესყიდვას იმ ფასში. აქ არ გაცურდება ფასი და არც ზემოთ, არც ერთი წიკით, არც ზემოთ, არც ქვემოთ, ზუსტად იმ ფასში ნელ-ნელა დაიწყებს დაბომბვას, ანუ აი პირდაპირ ესე მიაყრის და თქვენი ფილტრი თუ გიყენიათ დავუშვათ რაღაცა ისეთი იმაზე დავუშვათ 15,000-დან 25,000-ზე რამე მოცულობა თუ გაივლის, თქვენ ფილტრს გვერდსაულის საერთო ჯამში და იმ ფასში დაუგროვებს 20,000 კონტრაქტს. აი ესე ნელ-ნელა შესყიდვით. საერთო ჯამში ზუსტად აისბერგი გამოდის, იმიტომ რომ მარტო ხედავთ პატარა მოცულობას და ამასობაში ერთი საერთოდ და ერთი პოზიცია გაუხდება მერე ამ ახლა მოცულობის. აი, აისბერგი დავიჭირე. ნახე.
ვოლიუმი 8 დაბომბა. გააგრძელა მერე ნახე. ანუ ясნი ამ ფასს ჩაუჯდება ეხლა რა მოშნად. აი ესეთი რაღაც არის, აუცილებლად პრაქტიკაში შეგიძლიათ გამოიყენოთ და ამ მაგალითსაც გაჩვენებთ მე ალბათ შემდეგ ვიდეოში. ეხლა უბრალოდ ძალიან ისე რომ არ გამომივიდეს და შემდეგი რა გქონდა, ჩვენ გქონდა volume imprint და delta მოცულობები. მოდით ამისთვის ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, time frames კი არა, აქ შემდეგ group აქ შეგიძლიათ დააჯგუფოთ, ასევე პლატფორმას შეგიძლიათ ძალიან ბევრი ისინი გახსნათ, სხვადასხვა ტექნიკური ანალიზის მაჩვენებლები და გავახსნათ აქ ჩარტი იგივე, სად არის ეს ევრო მოდით აქეთ აღარ ამებს გავთიშავ, აღარ გჭირდება, იმიტომ რომ რაც შეიძლება დიდი ის თუ გვექნება კარგია და დავაყენოთ მიკრორესურსზე რატოა ჩვენ გვინდა ევროზე დავუშვათ და დავაყენოთ ესეთი ინდიკატორი მოცულობებზე აქ ძალიან ბევრი ინდიკატორი აი ეს მოცულობებია, რასაც თქვენ ხედავთ და ვოლიუმლად არის დავაყენოთ ამ შემთხვევაში ცოტა დრო უნდა რომ მონაცემები ჩამოტვირთოს ისტორიული მონაცემები, იმიტომ რომ ძალიან აქ თვითონ სანთელში შიგნით რა ხდება ის უნდა გვაჩვენოს და ცოტა დრო უნდა შესაბამისად რაც შეეხება ვაჭრობას. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ჩარტიდან ივაჭროთ, თუ შეგიძლიათ ჩავთოთ პანელი და აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ ახლა. ესე იგი იმ შემთხვევაში ჩვენ თუ გვინდა რომ აქვე შეგიძლიათ გახსნათ პოზიციები, ესე იგი ლიმიტი და სტოპი და ასევე ლიმიტი სელზე და ანუ ეს არის ფასის გამყოფი და შესაბამისად ქვემოთ სტოპ ლიმიტი და მოდით გავხსნათ. ეს არის ევროს არა, ევრო არ არის, ეს არის SP500-ია მინი. ეს უნდა გავხსნათ ჩვენ. აქაც შესაბამისად ეს იმიტომ გაჭედა. და წუთიანი. ეს რა გაგვიხსნა, აქ ერთი წუთი ვაფშე არ გვინდა, ჩვენ გვინდა 15 წუთი. ეს ნამდვილად ევროს მიკრო ფიუჩერსია და მოდით ვნახოთ ასევე მოდით ვნახოთ ასევე ათი კონტრაქტი გავუკიდოთ მარკეტით. კი ბატონო. ძალიან გვიან დადო ორდერი, იმიტომ რომ ან პლატფორმა ჭედავს, ან აქ სამჯერ დადო. არა უშავს, აქ 20 გვაჩვენებს უკვე.
და აქ ჩვენ დავამატოთ profit-ი და volume-ი. და ეს არის ჩვენი პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ წავა ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ უკვე აქ სამთლის შიგნით ხედავთ რა ხდება. თუმცა ამ volume ladder-ს აქ ძალიან ბევრი პარამეტრები კიდე დასაყენებელი თქვენ გემოზე რომ მოიგოთ. აქ უბრალოდ შეგიძლიათ შეცვალოთ delta. ძალიან ჭედავს და სამწუხაროდ მირჩევნია დავასრულო. დიდი ბოდიში მოგიხადოთ და აუცილებლად გამოვასწორებ ამას. virtual box არ გამოდის და შემდგომში უფრო დეტალურად მაინც ეს ზოგადად იყო მიმოხილვასავით უფრო დეტალურად ძალიან ბევრი თეორია მინდოდა ამიხსნა, მაგრამ აშკარად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება და რაღაცა მოსაწყენი გამოდის ესე რაღაცა არ მომხდება ეს პლატფორმა. მოკლედ დიდი ბოდიშის მოხდით, უნდა დაგემშვიდობოთ, აუცილებლად ძალიან მალე ძალიან ცოტა დარჩა და შემდეგი ნაწილი იქნება ძალიან მალე და ვეცდები რომ უფრო ყველაზე საინტერესო და ეს პირველ პოზიციამდე მივიდეთ და დავასრულოთ დროებით.